იქნება ისე, რომ ამ ბავშვებს ექნებათ სწავლის შესაძლებლობა და სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. არა ისე, რომ ყველას უფასო წიგნები. რა თუნდა ყველას უფასო წიგნები? ყველას არ ჭირდება უფასო წიგნი. არის ოჯახი, რომელსაც არ ჭირდება უფასო სახელმძღვანელო. აქვს შემოსავალი ღმერთმა ბევრი ქნას ესეთი ოჯახი საქართველოში. ამიტომ უჩქუოთ არ უნდა დახარჯოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. კი ბატონო, კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვებს წიგნები უფასოდ დაურიგდა, მაგრამ უნდა დაეთვალოთ და ეთქვათ, ვისაც უჭირს იმ ოჯახებს უფასო სახელმძღვანელო, ვისაც არ უჭირს იმ სახელმძღვანელოების თანხას გადაანაწილებდი და სხვა რამეში გამოიყენებდი ადამიანი. და გარდა ამისა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე. ის რომ მარტო ის კი არ არის ბავშვს უფასო წიგნი მიცე, რას ასწავლი იმ ბავშვს. რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ, რა ფასეულობებსაც ეხლა ჩვენ შვილებს თავს ახვევენ. რაც უნდათ რომ ჩვენ საერთოდ თავს მოგვახვიონ, ეს არ არის ქართველი კაცისთვის და ქართველი ადამიანისთვის მიღებული ფასეულობები. რესურსების სწორად გადანაწილების შემთხვევაში ქვეყანას აქვს იმისი რესურსი, რომ სწავლა ქვეყანაში იყოს უფასო. და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენი ხალხისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული პრიორიტეტი.